მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა როგორ ხართ? ვიმყოფებით TMG ზონასთან დავით აღმაშენებლის 10 ნომერში. შეგიძლიათ მობრძანდეთ ეგრევე ჩვენ ძმასთან რა და სანამ ვიდეოზე გადავალთ, იცი ის თქმა მინდა? ჩემი გენერალური სპონსორი არის ამბასადორი ბეთი, როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ეხმარება ვიდეოების გადაღებაში. დღეს ვინ უფრო მეტ ცხენიან მანქანებს შეაგროვებს. მე შენ გაგიშვებ ვიღაცასთან, მე ის გიშვებს ვიღაცასთან და თავის მანქანებს რამდენი ცხენიც აქვთ, ის ემატება ერთმანეთს, გაიგე? ოღონდ სტოკ მდგომარეობაში, ანუ საბუთში რა ცხენიც უწერია. იმან მერე გააძლიერა. დასტეიჯე ხო, ეგენი არ იცლება. ხო, არ იცლება რა. ანუ ჩვეულებრივი რაცაა სტოკი ის იცლება ხო? დაიგუგლება რომ სტოკს აქვს. ხო, საბუთში რაც უწერია, всё. ხო და ვისთანაც მიდიხარ, ის მერე რაღაც დასჯას მოიფიქრებს და ყველასთან ხო წახვედი და შენ მომიგე. შენ უფრო მეც ცხენებზე ახვედი საბოლოოდ. მე მერე მაგ 5 ადამიანიდან ერთს ვირჩევ და არ ვიცი რა დასჯა აქვს ჩაფიქრებული და მაგ დასჯას ვასრულებ. ხო, დასჯას ასრულებს რა. всё, ეხლა მე გაგიშვებ ადამიანთან უკვე მოფიქრებული და რომელსაც ცოტა ცხენები ყავს. მე სხვათა შორის, ანუ ძალიან მაგარ მანქანასთან გიშვებ. ძალიან მაგარ ადამიანთან გიშვებ, ძალიან მაგარ იუთუბერთან გიშვებ. მაო, მე. გესმის? ვიდეოს ვიღებ, კაროჩე ვინ უფრო მეც ცხენს დააგროვებს რა და ეხლა უშვებ სენსუსას შენთან რომ მანქანა ნახოს რა და გადაიღოს. რამდენი ცხენი აქვს შენ მანქანას? 240. 240. სტოკი 240-ია? ბიჭო, სტოკი 210-ია. კაროჩე გამოუშვებ. 210 ცხენით დაიწყებს სენსუსა და მე რამდენით ვიწყებ ვისურეკავ? შენ 280 წესით. რაბანა. რაბსკი. რა ვახარ? რომელი ხარ? რავან მოკლედ TMG უნდა გამოუშვა შენთან. რამდენჯერ უნდა მითხრა? ბიჭო, მანქანაზე მოვდივარ როგორ სხვა იცის რაბანას ველაპარაკე უკვე წახვალ რაბანასთან. ბაზარი არა, წავედით? აი, წავედით TMG-მ გაგვიშვა მილოვასთან, მე გავიშვი TMG რაბანასთან და ეხლა მივალთ, ნახავთ მერე მილოვისთან გაგვიშვებს და ზოგადად რამდენი ცხენზე ყავს მანქანა. წავედით, რავი, იმედია მოვიგებ. მეტად TMG რაშვება ეხლა. კაროჩე მილოვა უკვე გავაფრთხილე რომ ძალიან ცოტა ცხენიანთან უნდა გაუშვოს ვინმესთან არ ვიცი ვისთან გაუშვებს, მაგრამ არ მგონია სენსუსას შემდეგზეც ცოტა ცხენს აიღებს, ერთი 400-ზე იქნება რა და აი რაბანა ვისთან გამიშვებს არ ვიცი. ამდენ ხანში ვიქნებით რაბანასთან? 21 წუთში 26? აუ მაგარი ვიწვევით დროში. მილოვა! ახე რა ბაიძია. მოკლედ ეს არის ხალხო მილოვას მაშინა. რომელიც არ გარეცხილა ძალიან დიდი ხანია. ბიჭო, რამდენ ცხენზეა? ბიჭო, იმენა ეხლა როგორც არის? არა, ეხლა არა. სტოკი. აი საბუთში დაუწერე. 210. საბუთში 210 წერია. всё, მოკლედ, შენ უნდა გაგვიშვა ვიღაცასთან, ვისაც ყველაზე მაგარი ცხენი ვისაც თო მოკლედ ცნობადი სახე უნდა იყოს რა. სარიშვილი. თუ გაგვიშვებ სარიშვილთან ბაზარი არა. მე უნდა დავუყო და მოდიან თქვა უთხრა? ხო. კაი, ერთი წამე. კაი, სარიშვილმა არ იმას აქნებს. რა ქოა? შენ ვისთანაც გაგისწორდება იმასთან გაგვიშვება. სარ მიშვებ? ამიკოს არ ქოასთან გელოდება უკვე. უკვე მელოდება. კაი, ახლა დასჯა მოიფიქრეთ. კაი, TMG-ს ტანსაცმლიანა ყველაფრიანა ჩავაგდებთ ჩემთან ბასეინში რა და შეეკიქნებ. თუ აირჩია მილოვა, ვაგდებთ შენთან ბასეინში რა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბიტრაბან, მოდი ძმა, იმენა, ნახე. F1-ის მძღოლი თავის ხოზასაობა არ იყო საჭირო, მაგრამ კაროჩე, რამდენი ცხენზეა შენი ჭრელა ზმა? ბიჭო, შენ BMW არ ყავს რაღაც BMW ზღოლივით იცევი. ესეც რაღაცა მასეთ ვაიბებს იძლევა? ბიჭო. იმენა მანქანა კი არა. BMW ზღოლივით ჩამოვიდა, ანუ ალფა ყავს და ჩამოვიდა BMW ზღოლივით იმენა. სტოკზე რამდენია? რას იღეთ ბიძი? ბიძი, მომისმინე ბიძი. ბიჭო, მე მარტო 280 იტევს ეს. 280 ცხენი. კი. შვენიერი. 280 ბევრია და ცოტა. ბიჭო, 2-დან 0-ებში ძალიან მოწინავე ადგილებშია სხვათა შორის მინდა უნდა. დაგუგლე მიდი. კარგი, ვისაც ჩემს სიტყვებში შეეპარება სიბად. 280 ხო, ბაზარი არა. არც მეტი, არც ნაკლები. მე არ მიყვარს ტყუილები და პლუს 280 ცხენი ჩაგვემატა თაფულეში თუ მარადში თუ როგორ არის. ეხლა შენ უნდა გამიშვა ვიღაცასთან. შენ ეხლა მე უნდა გამიშვა უეჭველი ჰიტასთან, ძმაო. არა, მე სვანაერად ვფიქრობ. ხერო, როგორ ახარ, ხერო? ძმა ხარ, იმენა ძმა ხარ. კარგად ძმაო, მადლობა ძალიან დიდი რა. ბიჭო, პატარა იუთუბერები არიან სიბო მოსული ჩემთან დასახმარებლად რა და. ეხლა შენთან მინდა რომ გამოუშვა. რავი, კი ბატონო. კაი, გაიხარე ძმაო. კაი ბრა. ჩაგვახედე ვაფშე მანქანაში ძმა. ძმა. გააღე. ბიჭო, კაია თო. შვენიერი 280 ცხენი დავიმატეთ მეგობრებო და ეხლა მივდივართ ხეროდინაშვილთან, რომელსაც სუპრა ყავს და 375 ცხენს კიდე დავიმატებთ ან M3-ს ჩავსვავთ და იმას 500 აქვს.
ქსენსუსა სადაა? მოდი დავურეკოთ TMG-ს, ვნახოთ რა შვება. რა შვები, ნიკუშა. მე თითქმის მივედი ხა მეორე მანქანასთან შენ. აჰა, უკვე მეორე მეც მივდივარ, ოღონდ მე კაი 1.5 საათი დამჭირდება გზა. საუდოიდე ხა. აუ ერთი აი მე ქალაქის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გამიშვენილა. კარგია. ხო. მე მგონი გაგასწრებთ კარგად თან. ხო, ეგეთ მაგალცხენიანთან მიდიხარ? ძალიან აი ნახოთ ვინ შეასრულებს დაიჯდა. აქედან მივიდივარ მე ხო ის ფერასთან ძმა. კაი არ გინდა. შერარი დაისი. ფერასთან მივიდივარ ძმა გეუბნები. მეც მივდივარ ფერასთან რო იცოდე. კენგონია მე ვღადაო და მე მართლა მივდივარ ძმა. ფერასთან? ფერასთან არა, მაგრამ აი ძალიან ჩქარ მანქანასთან. აი ხა მე სადაც მივალ მაგაზე ჩქარი არ იქნება ძმა. რამდენი ცხენი აქვს? 1000 პლუს. 1000? ხო. შანსი არა იტყუები ძმა. კაი ვნახოთ ძმა. ნახოთ ძმა. კაი ბრატ, არ ვიცი ბლეფაობს რაღაც არ მგონია ეგეთ ჩქარ მანქანასთან მიდიოდეს. ნახოთ ეხლა გავაგზავნეთ გზა. ავით. მოკლედ უზუსთან მოვედით. უზარქუა. ეს ანუ შემთხვევით რა არაფერი. რამდენი ცხენი აქვს ამას? 397 რა, საბუთში ეგრე უწერი. 397 400. დავამოდავთ 400. 400, მაგრამ 2 კილოა იმენა. მარტო ცხენები არ არის აქ მთავარი რა. ხო, არა, ნუ ძალიან ჩქარი. არა, ემოციაზე ის 520 იყო საბურავზე, მაგრამ მაგაზე ჩქარი. დასჯა მინდა რომ TMG-ისთვის მოიფიქრო. მოვიფიქროდეთ. იმის გარდა ყველასი უნდა შეასრულოს რა. ანუ შენ თუ აგირჩია, შეასრულებს ყველას დასჯას. ეგ არის ძალიან. აი, ხა ვისთან მიშვი? ვისთან გიშვი? ბუბუ იცი? რეისინგ ვლოგი აქვს ახლა უკვე დაწყებული. დრაგების ხშირად გამოდის და YouTube-ზე ჩემოვიდა უკვე საკმაოდ წარმატებულად ფოტოშოპი ძალიან მაგარი გონდა. ბუბუსთან გაგიშვი მოკლედ. გაჩი 1500 ცხენი ზალიანი მანქანა ყავს რა BMW რა მაგარი გაკეთება. ალბათ შეიძლება მეტიც აქვს, მეტი ფიზიკურად ვერ დადიშვეს გზაზე რა. ძალიან მაგარი კაცია. ემოციურად სამყაროს უმაგრესთან დავდიოდი, მე YouTube-ზე ჩემოვიდა, YouTube-ზე თვალს ვადევნებ და მოკლედ ბუბუს ახეს გამოიწერეთ, იმიტომ რომ მართლა მაგარ კონტენტს აი ძალიან მაგარს. აი, დაურეკოთ მაშინ. ალო ბუბუ როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? ვიცი, კარგად. მოკლედ ბუბუ, შენთან უნდა გამოვუშვა ახლა ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, ქსენსუსა. ვიდეოს იღებენ და მოკლედ დახმარება გჭირდება, აი რამე კაი ცხენი ზალიანი მანქანა რას ყავს რომ დაახვედრო კაცურად რა. მაგის მეტი რა მყავს, რამდენი იანის გინდათ მოვძანე. კარგი ბუბუ, მაშინ გამოვუშვებ ახლა შენთან და შო, მადლობა ძალიან დიდი ამიტომ. მადლობა პერიქით რომ აქტიურობესე რა. ვეძებთ ხეროს M3-ს მეგობრებო. აი საღო. აგე. ო, ეს არის რა. ცოტა შესალამაზებელია, ხო? ხო, ბოლომდე გასულები ვერ ვართ, იმიტომ რომ აი არა, მაგარი ვიცია. ეს სენსორები გვაკლია, სარკეზე პატარა პრობლემა იყო და მაგას აღვადგენთ სარკე ახლა. პალიროკაში ამოვა. ცოტა პოლირებელო. აი მაზი გერმანული მაზი და ეგ არის რა. თავი იგზენით როგორც საკუთარ მანქანაში. პლუს 280-იანთან ვიყავი ხა რაბანასთან და დაემატება 503, ხო? კი. 783 ცხენი გვაქვს უკვე. შენ ვისთან უნდა გაგვიშვა ახლა ეგ. ვიცი, ახლა უნდა მოვიფიქრო და გითხრა. გაგვიშვა? ვინმე ბევრ ცხენიანთან. და პლუს ასჯელი გვინდა ერთი. კაი. ბევრი ცხენი. ხერო, ბევრი. მე ვიცი. დიღომში ვინც არის? აქვე. მოიცადე? მუსკულებთან მივდივარ? ამერიკულ მუსკულებთან მივდივარ. 160 ცხენი ზალა არა აქ, მაგრამ ცოტა მეტი აქ. ალო, როგორ გიკითხოთ ბატონო ჰიტა? კარგად, იმედია მიცანი. ნიკა TMG-ს ჭირდება რამე ბევრ ცხენის ზალიანი მანქანა რა და შენ გაგვახსენდი პირველ რიგში შენი მუსკულები რო ყავს, მანდ უნდა წამოვიდეთ, ეხა მე მგონი. თუ ხარ ხო? თუ გცალია რა თქმა უნდა და 160 IQ თუ თან ყავს. ოკეი, მოვდივართ მაშინ. ჯიგარსონ, მადლობები ჰიტა. სასჯელს მე ვფიქრობ, სპორტის სასახლესთან რო არის. დრაივი ხო იცი? ზადნით შედი და რამე შეუკვეთ. და სულ ზადნით მოგიწევს იმ წვრილ ადგილას სიარული. თუ ვერ შეეკვეხე, კარგად რა ზადნით. მე გიჭირს. აი, ბოლოს უკვე რო დრაივთან გადა. ხო, ანუ იდეალურია. დავაი, მიდი, თქვენიცით. წავედით ჰიტასთან ახლა მეგობრებო. მოვედით ოქრო ადამიანთან ეს არის? ბიჭო, ხო, ესა დიდ ცხენიანი. აუ, რა დისკებზეა შენ. ყველაფერი მაგარია. ვა, რა კაი ტიპია. ეს ახლა რამდენ ცხენზე ყავს? 1480-ია ძრავზე ახლა. 100 უკანა? არა, კვადრო. M3 მყავდა 1300 იყო და უკანა წამყვანი იყო, ვერ ეჭიდებოდა, მაგაში გავყიდეთ და ავაწყეთ კვადრო. ჩემ მანქანას ამას უზავთ? კი, კაც, ყველაფერს უზავთ. 4 ბორბალი კონდეთ თავარია. ხო, ლაითად რა, შენც ეს სიამოვნება, მანქანასაც ეს სიამოვნება, წონის დასაღებაც და ესე შემდეგ. ეს 1400 კი არის, მაგრამ ჩვენ გვინდა ის სტოკ მდგომარეობაში. ეგრე მყავს M4-ის მყავს. ხო, წამოგაჩვენე.
აუ ამას შეხედეთ. რა კაია ჯო. ნუ ეს ამანქანი ჩვენ drag racing-ებშიც ვიყავით მონაწილეობას და არაერთი საპრიზო გვაქვს წამოღებული. მაშინ 1000 პლუსი იყო თავის დროზე ის გავაკეთეთ და მე გავასტოკეთ. ეს ჩავთვალოთ. ეს არის 400 451 ცხენი აქვს ძრავზე ქარხნულად კომპეტიშენი M4 2019. საღო. დასჯა იქნება, მოდი მე მაშინ ჩემ 1500 ცხენიან მანქანაში ჩავაჯე და ჩემთან ერთად 0-280 გაივლის გვერდზე მეჯდება რა. ოპა! რა მეტი დასჯა რა, ბევრი ვერ უძლებს. ჩავთვალეთ M4 კომპეტიშენი. ამ მანქანაზე ვგიჟდები ხალხო, მე ხომ Mercedes მიყავს, მაგრამ M4 კომპეტიშენი არის რავი, ხელოვნების ნიმუშია. ამ კაცის არხით აღწერაში იქნება ხალხო, ვისაც გაინტერესებს ავტო თემაში. ეხა მე პაველასთან დავრეკე, ველაპარაკე პაველასთან, გელოდებათ, შეხვდებით და რაღაცა თავისი მანქანა ყავს და უნდა რომ პირველი თავის არხზე გამოაჩინოს და მეორე მანქანა ყავს, რომელსაც ეხა თქვენ ჩაწერთ. ძალიან მაგარი კაცია პაპელა, მე უყურებ ხოლმე და მოკლედ ეხა წავალთ პაპელასთან რა. ჯიგარ წარმატებია, გაიხარა. მოვედით ჰიტასთან. აი ვიდეოში მომიწია მონაწილეობის მიღება. კაროჩე, დაგვემატება ჰიტას ბუსკას რამდენი ცხენი აქვს? 485. 485? დაიწყია ეხლა, მაგრამ ცხენები არ აგდება მე მგონი მაგ. ესეც მაგრად მოუხდა ეს. 280-ზე ვიყავით მისული იმასთან, რაბანასთან, მე ხეროსთან ვიყავით 500 ცხენზე და შენგან გვემატება 485. მე მგონი სენსუსავს ვუგებთ რა, სანამ ის მეორე მანქანასთან მივა, ძალიან შორს მივდივარო. წამო ჩავждეთ და holy shit. გაჭერა მოხთ ხო? Ciao Cocot. Oh shit. ხო ხიტა ხო არა გესმის? სენსუსად ნიკა TMG იღებენ ესეთ ვიდეოს, რომ დადიან ესეთ ცნობილ ადამიანებთან და მანქანის ცხენებს კრებენ და ვინც უფრო მეტს შეკრებს დღის ბოლოს ის გაიმარჯვებს. კიდევ შემიცი რომ 500-ზე მეტი ცხენი გყავს და. კი 500-ზე მეტი არის. მოდი. კაროჩე ჰიტამ სასჯელი მოიფიქრა. ორივეს ვიცი რომ კარგი მანქანები ყავთ და ესეთი იყოს ჩემი დავალება. სასჯელი გაზიადებულად ნათქვამია ჩემი აზრით. თავისი მანქანით, აუცილებლად თავისი მანქანით უნდა წავიდნენ მესტიაში, სელფი გადაიღონ და წამოვიდნენ უკან. სენსუს იმედია წააგებ ძმაო. წავედით ეხა მეგობრებო კვარასთან. მოვედით პაპელასთან კიდევ ერთხელ გამარჯობა ძმაო. მივესალმები შენს მაყურებელს, გამოიწერეთ ამ კაცის არხი. მადლობა. პაპელას არხიც აღწერაში იქნება, მაგრამ ეხლა სიურპრიზია თქვენთვის პაპელას რა. ჯერ არ გეტყვით, მოკლედ. ამ მანქანასთან მოგვიყვანა, ამ მანქანას ეს ჩემი არ არის, დავაფიქსიროთ. შენი არ არის? ეს არ არის ჩემი. აბა? აი ჩემი ძვან კაცის მანქანა. მოდი ძმაო, მოდი ჩვენ. მოდი რომ ჩაითვალოს. გიორგი ხვიავს, ანუ შენ მე პაპელასთან გაგვიშვი. რამდენ ცხენზე? 425. 425. კი 425. 425 შენ თვლი თორე ისე არის 600 თუ რაღაც. ხო, არის სტოკი გვიდა რა. ხო, ის. ეს არის პაპელას მანქანა. აი 450 ჩავთვალოთ. 450 ცხენი ჩავთვალოთ, მოკლედ. ამ მანქანას ნახავთ პაპელას არხზე, დადებს მალე. მეც მაყურებელი ვარ პაპელას და ველოდებოდი და რავი, არ მეგონა ამას თუ დამახვედრავ და სიგიზია. მაშინ წავიდეთ მერე და ტრეკზე ვიკატავთ. სო, შევთანხმდით, ბაზარი არ არის. მე ჩემი ხმა ეხა არ მესმის, მე არ ვიცი გესმით თუ არა. ეს რა, ბიჭო. ხوار გადაო. ჩალიკა სამწუხაროდ არ გვასუხობს, ხეროსთან დაგვასტრეს. კახელი ბუბუ კახეთშია და ეხა კახეთში ხო არ წახვალ. ხო და ესეთი რაღაცა ვიფიქრე, თან რა ვიცი, მე მგონი ვიდეოში რომ გამოვაჩინოთ ეს ადამიანი და ყველა მიცის საქართველოში ვინ არის ეს კაცი. დათაკაჯაიასთან გაგიშვებ. ხო. არის ქართველი მკვლელი, უამრავი პირველ ადგილოსანია, უამრავ სხვადასხვა ჩემპიონატში, ევრონასკარშიც და ევროპის ჩემპიონატებში. დასჯა. შემდეგ სამ ვიდეოში თქვას, რომ შენი და ჩემი არხი გამოიწერა. სენსუსა და პაპელას არხი გამოიწვევს და აღწერაში ჩასვას ლინკები, ხო, პაპელ? ხო მაგის თქმა გინდოდა. აუცილებლად აღწერაში და იქაც ამოანათოს ვიდეოში და თქვას, რომ რა ქვია, საუკეთესო ხარისხის ავტომობილ არხი აქვს პაპელას და საუკეთესო გასართობი და აი რავი, ძალიან კაი კონტენტი აქვს სენსუსი. მე მაგალითად მაგრად მაი ძალიან მომწონს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ტაქსებზე საერთოდ ერთი 10 ჯერ მაკნანახი არ მბეზრდება რა და ცხენები მიღებულია. ეხლა გადავდივართ შემდეგთან რა. მოვედით მეგობრებო კვარასთანაც. კაი გამარჯობა. ტოკია ეხლა და არის W205 C63 S Mercedes. წამოვა. ნახოთ წამო. მავანის ავტოფარეხში. ოპა, ეს თენკე. ეგ უმატებს ცხენებს. რამდენი აქვს ამას სტოკი? 503 უწერია, მაგრამ 554 დავითვალეთ. 554. 503 უწერია, ეხლა რომ დავგუგლო. ეს არის
503, 510. იმენა გატესტილია? გატესტილია 554 იყო სადღაც. ოპა, რა ხმალ, ჩემი. ხმაზე უკვე დაემატა 40 ცხენი, 50 უნდა ჩავწეროთ. 1775 ცხენზე ვარ. 1775 და ცენსუსა ჩემი აზრით ეხა იქნება გაწელე გამოწელე 800. გამარჯობა ბატონო ირაკლი, როგორ ბრძანებით? კარგად, ჩვენ გირეკავთ YouTube-ის ვიდეოდან. მე და ნიკა TMG გახლავართ. ცხენებს კრებენ რა. აი ხა სადაც რაღაცა გეყოლება რა. სასჯელი, მოგვეცი. 10 კილომეტრი ირბინეთ მე. არა, ძმაო, 10 კილომეტრი. კაი. იდაში მე მომიწევს თუ წავაგე და აირჩია შენი მანქანა. 3 კილომეტრი. ხო, 3 კილომეტრი საიდან სადამდე. მაშინ იყო 3 კილომეტრი დილის 7-ზე. ახალ გაღვიძებულზე უზმოზე. კარგი, კარგად მივდივართ და მე მგონი სამოს მოუწევს ძალიან ცუდი დავალებები შეს, არ ვიცი რა უთხრეს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ცუდი რაღაცეები უთხრეს. ჩვენიერი მანქანა ეს ძალიან დამევას. მავანთან ავიღეთ 510 ცხენი, სასჯელიც ავიღეთ და მივდივართ ხა შალიკასთან რა. შენ დაგველოდე აგასზე ხარ და მან დაგველოდე რა. ავედი ჩალიკასთან მეგობრებო, ნახარ. ეხლა მივდივართ ლეგენდა ადამიანთან, ნახოთ რა მანქანას დაგვახვედრებს და ზოგადად რამდენ ცხენზე იქნება ეს მანქანა და ძალიან საინტერესოა TMG რამდენ ცხენზე არის ასული. პლუს მეგობრებო, ბრენდერს დაემატა კრისტალური პოლირება, რაც მხოლოდ ბრენდერს აქვს მთელ საქართველოში. მხოლოდ ბრენდერს აქვს კრისტალური პოლირება, როგორც თვითონ ამბობენ და მე ეჭვიან მეპარება მათ სიტყვებში. ასე რომ ვინმეს თუ გსურთ კრისტალური პოლირება რო გააკეთოთ თქვენს მანქანაზე, რა თქმა უნდა, ფირის გადაყრა, ეხლა ჩემ მანქანაზე რა ფირი გადააკრეს კი ხედავთ. პლუს დამცავი ფირის გადაყრა, ეხლა ჩემს მანქანას დამცავი ფირიც უნდა გადავაკრა. ასე რომ თუ რამე მინდა რაც ფირს ეხება ზოგადად, ან ეხლა კრისტალური პოლირებას მიმართავ ბრენდერს. ბრენდერის მისამართები ყველაფერი არის აღწერაში მითითებული. შეგიძლიათ ისარგებლოთ. მოკლედ, მოვედით დათასთან. კიდევ ერთხელ გამარჯობა. სალამი. ეს არის ხო? ეს არის ახლა. რამდენ ცხენზეა ეხლა სტოკი? სტოკი არის 385 ცხენის ძალა 500 ნიუტონი. 385 უნდა შევწეროთ, ანუ ეგრე გამოდის. ხო, ქართული ეგრეა. ძალიან დიდი მადლობა. აი, სულ 2 წუთით მოგაცდინეთ. კი ბატონო. უღრმეს მადლობა. რამე დასჯა უნდა გითხრათ რა. ჩელენჯია და ხო, აი რამე ჩელენჯი თუნდაც. რავი 100 აზიდოა. 100 აზიდოა. ბაზარი არა იყო. 100 აზიდოა იყოს. კაი. თუ წააგოთ თქვენ აგირჩიათ, 100 აზიდოა იქნება რა. თქვენს მაგივრად მოკლედ შემდეგს მე ავარჩევ, ანუ შემდეგ ვისთანაც უნდა წავიდე, აღარ დავაყოვნებთ ადამიანს ისედაც მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. სასიამოვნო იყო თქვენი გასწრება. მოვედით მეგობრებო შალიკასთან, რომელმაც დაგვახვედრა ჯერ სალამი ძმაო. M3 დაგვახვედრა, რომელიც 850 ცხენზეა, მაგრამ ნუ ქსენსუსამ როგორც თქვა, სტოკი რაც არისო, რაც უწერიაო, ის უნდა ჩავთვალოთო და არ გვითვლიან ესე იგი, რა, რამდენი ცხენი? ეს რო არის ფლება ტეხავს პროსტა, რა. 500 ცხენი დავკარგეთ სადღაც გზაში. 500 ცხენი. თუ დაგვაყდა დავამატო. ლიუს ამარა აქ ისეთი მანქანები აყენი აქ. ყურშეში ძრავი არ დევს, ხო იცი, არ მოგებული. ხო. წინა. არა, ეგ ის ვიდეო და გადაობა მინდოდა ის ვერ მიხდებოდ. არა, იმაში Honda ძრავი რაში ჩავდეთ, იმაში LSD. ეს გამოვაჩინეთ ხო მოდი. ეს არის ყველაზე სწრაფი აქ რაც დგას. აი, მაგრამ ფაიაბუსას ძრავი. ხვირს წევს? სლიკებზე წევს. 2000 ცხენზე ვართ უკვე რა. შენ უნდა მომიფიქრო ეხა კიდე სასჯელი. სიმულატორი უნდა იშოვო, ბორბლებზე უნდა დააყენო და დრაივზე უნდა შეხვიდე სად. აი და იმას ქენი, აი გუგას ბურგერი უნდა იყიდო დრაივზე. გუგას ბურგერი დრაივზე. მოდი, ჩელენჯი მიიღებულია. თუ წავაგე და ქსენსუსამ აირჩია M3, შენი M3, დრაივზე შევდივარ სიმულატორით და უყიდულობ გუგას ბურგერს. ისე ეხა საინტერესო იქნება ამავე წააგოს. მოდი მანქანას. როგორ? ამ მანქანას ვცვლი რა. დაფიქრე. რამდენია? ეს დაახლოებით იგივეა რა. თანახმა ხარ ეს მანქანა რო იყოს? დრაგი მოიგო ამ მანქანამ. ვცვლი ეს. ამას რამდენია? არა, ჯერ თქვი ვცვლი. ჯერ რამდენი? დრაგეუნები საქართველოს ჩემპიონი გავხდი ამი დრაგში. ბაზარი არა. всё, ვცვლი. 100 ცხენი არა. ვიღაცა არა, ეს როგორ? და ჩემი და აღარ იქნება. მეგო ეხა ამას ხო აქვს საბუთი? არა, საბუთი რო აქვს ერთი და 20 ცხენი აქვს თუ რაღაცა. ანუ საბუთი რაც წერია რა მანქანაც არის, ეგრო დავგუგლოთ რამდენი აქვს? ერთი 187 არ იქნება, ერთი და 8 არის ეს ძველი. გავიჩალიჩე ჩემ. всё, არა, უჭო. ეხა იმენა TMG-ს წაგება გვინდა ყველას რა. ამ კაცი ცნობ? სალამი, როგორ ხარ ძმაო? ეს TikTok-ში ჩვენი ძმა არის ჩვენთან და რაღაცა ვიდეოს იღებს და მე გავწირე რა ფაქტიურად. 100 ცხენზე და ცხენებს აგროვებს რა და მე ნახე რა მანქანა გავუწე. ხო და
შენ უნდა უშველო რა. სად მოვიჯო? რამდენი ცხენიო, ეხა ყველაზე ნაკლები არა, ეხა ამანქანით არის. ეხა იმას აქვს 673-ია. 63, 500-ზე მეტი ხო? 600-500-დან 600-მდეა. რაც ჩემთან დაკარგე იქ ამოვიდოთ რა. ეგ არის, მეგობრებო, წავედით ეხა ხალხთან. მოკლედ ეხლა მივდივართ ერთ YouTuber-თან, რომლის მანქანა ძალიან ცნობილია და რომ მივალთ მე რა გაიგებთ, ვისთან მივდივართ. ასე რომ არ გადაახვიოთ და ბიჭო, გამოიწერეთ არხი 200,000 გამომწერზე ავიდეთ. რა გჭირთ ხალხო, მითხარით. მომისმენთ 200,000 გამომწერზე ავიდეთ. ეს ვიდეო დავალაიქოთ. ეს ვიდეო თუ 15,000 ლაიქს ეავა, შემდეგს გადავიღებ ესეც ამ დაგვარს რა, ანუ სტილი იქნება იგივე, ოღონდ უფრო სიგიჟეს გადავიღებ. ხვდებით რაც გეუბნებით? ასე რომ გამოიწერეთ არხი 200,000 გამომწერზე, მალე ავიდეთ რა. ბიჭო, გვასწრებენ რა, ძალიან ბევრი გვასწრებს. გავიჭრათ წინ, რა დრო არის ხალხო რა. აი ბეკაც მოვიდა. Hello bro. Yes, hello brother. How are you? I'm fine bro. You? ეს ჩვენი ძმა არის. აკებსტარ? ვერ გაბიგე. ჩვენი ძმა. ავე გდემა. Good day bro. Now. გამარჯობა. წავედ. ესე უნდა ჩავიდეთ. წავა. ეხლა ბიჭო შემეშალე ერთ ადამიანში დახავ ვიდეოში. ბიჭო სულელი მოვა. აუ კაცმა სტრიმი მიატოვა ხალხო და ჩამოვიდა. არ მოვიდგინე პროსტა. ეიხედე. იქ ცხოვრობ მე. So, მოკლედ მოვედით ბეკას მანქანასთან. რამდენ ცხენზეა ბეკა? 323. ვა. 333 და E-კლასიც რომ ყავდა ზუსტად 333 არის სტოკი. ვა, ადა. ისე კლასი. კაი, ეხლა უყურე, დასჯა მითხარი TMG-ისთვის რამე. ისლატა დალიოს რა. საბადურებში აიყვანე და მაიკა გაიხადეს და ყველაფერი და ისე იტასაოს ერთ ხუთი რა. საბადურებში. So, კაი, თუ ისიცივე იქნება რა. კაი, შემთელობის 5 წუთი. უნდა ატასაოს. So, კაი, თუ ბეკას დასჯა აირჩია, TMG შეასრულებს მაგას. მივალ და ვნახავ რა. გაიხარ. ვიდეოში ვერ მივდივარ ხოლმე, მე ცოტა ისე ვარ რა, მაგრამ კაროჩო ბალეშიკო ყველანაირად გულშემატკირო და აი მოვიდა ვიდეოში. სპონსორი ეყოლება მით უფრო გამიხარდება რა ხოძე იქნება, იმიტომ რომ ეკითხის ბევრს ვსვავობ. გაიხარ. თვალებში გამოიწვია. ბეკას ბიჭო, მამ ბეკას დავა სპონსორად. მე არ ჭირდება სპონსორები. კაი, ძალიან დიდი მადლობა ბეკა. კაც სტრიმი მიატოვა, ეხა სტრიმი ჩართულია, ბეკა არზეს იქ წარმოიდგინა და ჩამოვიდა რომ მელოდებიდან. იგარი. რა ვიცი, ხალხო და დაულაიქეთ, არხი გამოიწერეთ და მოტივაცია არის რა და ყველაზე მთავარი მაინც ეგ არის რა. სპონსორები და რაღაცა ყველაფერი ასწორებს, მაგრამ მაინც ყველაზე დიდ მოტივაციას ის გაძლევს, რომ აი მწვანე ის არის, რო ახატია ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ხო, აი ეგ მწვანე რო არის, ხო რა ძალიან მაგრა ასწორებს. ასე რომ დააიქება არ დაგავიწყდეთ ხოლმე რამდენჯერაც შემოყვავთ. მადლობა ძალიან დიდი ბეკუში დავეჩება. ხალხთანაც მოვედით მეგობრებო, ბოლო არის შენი მანქანა რა. მართლა? შენი რა მოდელია? ჩემი არის S კლასი 222 63 AMG. როგორც ვიცი, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ, აქ 585 ცხენის. ჩვენ დავგუგლეთ და 600-მდე უნდა გქონდეს. არა, ახლებს აქ 600. 580-დან 600-მდე დაგვიძახა. ხო, რაღაც 585 ვიცი მე. სასჯელი უნდა მომიფიქრო კიდე. მეტროში უნდა ჩახვიდე და ქალაქის ანუ ერთი ვარკეთილის მეტროდან ღია, ვიცი? ხო. გლდანამდე უნდა იარო ზევიდან შიშველი უნდა იყო რა. მაიკის გარეშე. ხო. ახმეტელის თეატრამდე? ახმეტელამდე თუ მომიწია ჩემი ტიტულმა სიარული გავპაზორდები. მაგალითად ეს ტოპ სასჯელია მე მგონი. სიგნები მომკა. კონკურენტი მეგონი. მადლობა 600 ცხენისთვის, მაო. მეორე მანქანით რო ყოფილიყავი, იმას 612 იყო. 12 ცოტა მეტი იქნება, მაგრამ არა. არა, ესეც კაია, მაგარი მანქანაა ძალიან. მოკლედ, ცხენების შეგროვება დავასრულეთ. ბოლო იყო ჰალკის 600 ცხენიანი ყველაზე ძლიერი მანქანა დღეს სადაც ვიყავით და რაც ვნახეთ და დიდი იმედი მაქვს რომ ქსენსუსას რა 1500 ცხენია გძლივს მოგროვებული და ვნახოთ, რა ვიცი, წავედით ახლა ქსენსუსასთან. დროებით აბაბრო. რა ქენი ჩემო ძმაო. მაგრა დავიღალე. მეც ვისავარ იმინე. ამდეხნიანი გადაღება ქონია? არა, არასდროს. არასდროს ხო? პირველ დღეს პირველად ვიარი და აი მართლა მაგრა დავიღალე. 9 წელია ხო იუთუბერი ხარ? 10 წელია იუთუბერია და პირველად მიიღო მონაწილეობა აი ამ ხელა ვიდეოში. დასაფასებელია ეს ვიდეო დაალაიქეთ და ძალიან მადლობა ნიკა. დგარი ხარ, ვაფასებ. კაი, მოდი ახლა შევადაროთ. არა, თითო დავამატოთ. პირველი ვისთან იყავი, რამდენი ცხენი იყო, მერე რამდენი იყო და ეს. კაი, პირველი შენ გამიშვი მილოვასთან. რამდენი ცხენი დაგხვდა? 200
810. კაი, შენ გამიშვი რაბანასთან და მქონდა 280. მე ვიყავი ზარქუასთან. ხო, რამდენი ცხენი იყო? 400. რამდენი გამოგივიდა? 610. 610? მე რაბანამ გამიშვა ხეროსთან და ხეროსთან დამემატა 503. მე ვიყავი მოკლედ ბუბუსთან წავედი. რამდენი ბიჭო 1400 აქ. რა სტოკი, მაგრამ სტოკი დავითვალეთ 450. კაი, დაამატა. 451 მაგრამ უამრგვალებ რა. მე ხეროსგან წავედი ჰიტასთან და ჰიტას აქვს 485 ცხენი. 1265-ზე ვარ. 200 თვალს. კაი, მე წავედი პაპელასთან. რა გადაიღე ძმობას გამიზე პაპელასთან? პაპელას ბაკასთან წავედი ჯერ. M3 გადავიღეთ და ეგრევე პაპელასთან წავედით რა. 425 და 450. ეს რა პონტიატო. კაი, და ეს მაყურებელმა გადაწყვიტოს დანარჩენი მერე. კაი, ხო, პაპელასთან. ანუ პაპელა და ეგ მეორე უნდა მოაკლო ჩემი აზრით. არა. აბა რა, ძმა. კაი, ბაზარი არა. კაი, მე ვიყავი ჰიტამ გამიშვა, გამოიცანე ვისთან. ვისთან ვერ ხვდები შენ ძმობას მიცავ. ვისთან ქიმერასთან. არა. აბა? მავანთან. მავანის C63-ს აქ 512 ცხენი. 1777. მინდოდა მავანი. რამდენზე ხარ შენ? 1935-ზე ვარ. აუ და ბოლოა ეხა? კაი, რამდენი ცხენი დაგხვდა? სუპრა დამხვრა 385. 385. ხო. არა და მაგის მერე აკებასთან 333 და გამომივიდა 2653. კაი, მე 512-ის მერე მავანისგან ვიყავი შალიკასთან. შალიკას 340 ცხენი M3 E46 და ამას დამატებული მე ვიყავი ჰალკთან და ჰალკს ჰქონდა 600 ცხენი. გამოვიდა 2717. კაი ატრაკი. 2653. კაროჩე, რამდენით მოუგე? გადაო, ფაი, პირველმა გადაწყვნა რა, აი რაბანასთან რო გავუშვი. რავი, ძმა, ველოსიპედი დამახვედრა. რომელმა მანქანა მოუფიქრა ნეტა ყველაზე არა, მე უნდა ავირჩიო ეხლა. მანქანა უნდა აირჩიო? მანქანა არა, მე უნდა ავირჩიო, ვისთან იყავი და იმის სასჯელი უნდა შევასრულო. მე არ ვიცი რა სასჯელებია. აუ, რა უყურმა. ჩემი კაი, აუ, რომელს ირჩევ? კაი. იყვნენ? რაბანა, ხერო, ჰიტა, შალიკა, ჰალკი და მავანი. მოდი. აუ, ისეთი სასჯელებია, პროსტა. ეხლა უნდა აირჩიო, ძმა, ეხლა უნდა აირჩიო. აი, პროსტა ისეთი სასჯელებია, ძმა, არ ვიცი. კაი, მოდი ლოგიკურად რომ მიყვეთ რა. ჰალკი ხა პროფესიონალი. ჰალკმა სხვათა შორის კაი რამე თქვა. ხო, და რა თქმა უნდა სპორტის თემაში იტყოდა. შეარასო. მავანი იტყოდა გადაობას. ეხლა სახეზე ვსჯო, პოკერ ფეის ვიღებ. და შენ რაც გინდა ისქენ. რო აირჩევ დარეკე. შალიკა. შალიკა? ხო. დაგერხა. მართლა? აღარ ვიდა შალიკა. ჰალკი. არა. თუ გინდა. ჰალკმა თქვა ყველაზე ის. ნორმა. აი, მოდი იყოს ხეროდინაშვილი. ბოლოა? აი, ბიჭო სერიოზული კაცია ხეროც და ანუ რაღაც ისეც იტყოდა, რომ ძალიან არ გამწირავდა რა. ადრიფტავეოსო ან რაღაცაო. კაროჩი, რომელს ირჩევ? ხეროა ბოლო? ხეროდინაშვილი. აი, ხეროს თუ ირჩევ, ხერომ თქვა, ზადნით უნდა შეხვიდე დრაივზე. ეგრე აიღო შეკვეთა და გახვიდე. ოღონ დრაივზე უნდა შეხვიდე შენი მანქანით ზადნით. შეუკვეთო, აიღო შეკვეთა და გახვიდე. სო, ბაზარია. პროსტა სადმე თუ არ გაიჭეტარება ხო კარგად იცი? ზადნით. არა, ამის მანქანა ზადნი არა აქვს ხო? ჩემს ზადნი არა, მხოლოდ წინ და წავედი შევასრულებ საღო. გამოიწერეთ ხალხო TMG-ს არხი აღწერაშია, რა ეს პატარა YouTube. ვისაც საკაიფო ვიდეო იყო მართლა, იმენ. ამდენი ხანი გადაღებაზე მართლა არ მივლია და არ ყოფილვარ და ამდენი ხანი რაღაცა არაფერი გადამიდია და ექსპერიენსი მივიღეთ დღეს 300 ვიდეოში და თან დავიხარჯეთ და დღეს ვიღებთ შენთან ვიდეოს, რომელიც ანუ რო დაიდება, ეგზლიათ ნიკასთან გადახვიდეთ და უყუროთ ნიკას არხზე ჩემს და მის ვიდეოს. და Counter-ის community-ს გელოდებით TMG ზონაში დავით აღმაშენებლის გამზირის 10 ნომერში. მე რო წამეგოვის ავირჩევდი, ვინები იყვნენ? ბუბუ, მილოვა, პაპელა, ალბათ პაპელას ავირჩევდი, ცოტას. აკება. პირდაპირ გეუბნები პაპელას ავირჩევდი. პაპელას აირჩევდი? ზედიზეთ 3 ვიდეოში უნდა გაგეპიარებინა ჩვენი არხი. მარტივია. ორივეს. ხო, მარტივია. კაი, всё. რომი ხო ოღონ დამირეკე, ზადნით რო შეხვდა. ვასრულებთ ჩელენჯს. ოღონ დაი. რამდენად გამომივა არ ვიცი, ხალხო. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამომივა, იმიტომ რომ აქაურ მაგდონალდს აქვს ძალიან ვიწრო შესასვლელი. ძალიან. იცოდა რა სად მიშვებს რა, იცოდა რა. სერგო დამეხმარება. შეკვეთა რომ უნდა მივიდეს. გამარჯობა, ჩიზბურგერის მენიუ მინდა საშუალო. 3 ჩალი ჩიზბურგერი. კარგი. ვეცდები. შეგვიძლია აქედან ავიღოთ. აი აქ არ მგონია გავიარო. აი აქ შანსი არ არის მე გავიარო. აი აქიდან უნდა ავიღო უკვე. წესით გასული ვარ. გამარჯობა. მადლობა. ბოდიშით რა. ისოლე. გადმოვაგდე. ამას ავიღე. მადლობა.
შესრულებულია და ამიკომენტარეთ ძმაო. გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო ხალხო, მადლობა. წავედი, აბა ჰეი.